13 თვე და 13 დღე. 263.747 დევნილი. 16,000 დაღუპული. 2,210 უგზო უკლოდ დაკარგული. 6,515 მარჩენალ დაკარგული ბავშვი. 500 გაყინული დევნილი ჭუბერის გზაზე. 1 დაკარგული რეგიონი. 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო ის, რამაც ამ შედეგებამდე მიგვიყვანა. 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო აფხაზეთის ომი. ამ ვიდეოში მოგიყვები, როგორ დაიწყო აფხაზეთის ომი და რა როლი ითამაშა ამაში რუსეთმა. 1991-92 წლებში თბილისში მიმდინარე სამოქალაქო დაპირისპირებამ და შემდგომში უკვე ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობამ დამატებითი სტიმული მისცა საქართველოს ორ რეგიონში სეპარატისტულ მოძრაობებს. ეს რეგიონებია აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. თუმცა გადამწყვეტი როლი მაინც რუსეთის ფედერაციამ ითამაშა, რომელმაც საბჭოთა კავშირისგან მემკვიდრეობით მიიღო ეგრეთ წოდებული აფხაზური ეროვნული მოძრაობის მხარდაჭერა და მისი აბსოლუტურად ანტიქართული გზით წაყვანა. ეს ყველაფერი აფხაზეთის საქართველოსგან ჩამოშორებას ისახავდა მიზნად. 1991 წლის თებერვალში აფხაზეთის ავტონომიურმა რესპუბლიკამ მიიღო დადგენილება 17 მარტის საკავშირო რეფერენდუმში მონაწილეობის შესახებ. მანიპულაციების და ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის ხმების რაოდენობის გაყალბების გზით შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ თითქოს აფხაზეთის მოსახლეობა მხარს უჭერდა საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას. 91 წლის ოქტომბერში ჩატარებული უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგად საბჭოში აღმოჩნდა სეპარატისტული მოძრაობის მხარდამჭერთა უმრავლესობა. 65 სადეპუტატო ადგილიდან 33 ეჭირათ ეთნიკურად აფხაზებს, ხოლო 31 ქართველებს. 1991 წლის დეკემბერში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც ყველა სამხედრო ნაწილი და დაწესებულება აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მმართველობის ქვეშ მოექცა. ამ ყველაფრის ფონზე 92 წლის თებერვალში საქართველოს თავდაცვის ძალებმა მარშით გაიარა აფხაზეთის ტერიტორია მდინარე ფსოუმდე, რუსეთის საზღვრამდე. ამ პერფორმანსის მიზანი იყო ძალის დემონსტრირება, თუმცა ამან მეტი გაღიზიანება გამოიწვია ეთნიკურად აფხაზ მოსახლეობაში. 92 წლის 31 მარტს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა კიდევ ერთი დადგენილება მიიღო. ამ დადგენილების და აფხაზეთის არა ქართველ მოსახლეობაში აქტიური და ინტენსიური მუშაობის შედეგად ჩამოყალიბდა აფხაზეთის შინაგანი ჯარის პოლკი. ეს იყო მონოეთნიკური გვარდია, რომელიც არანაირად არ ექვემდებარებოდა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას და იყო მხოლოდ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დაქვემდებარებაში. 92 წლის 23 ივლისს აფხაზეთის ავტონომიურმა რესპუბლიკამ საკუთარ თავს რესპუბლიკა უწოდა და ახალი სიმბოლიკა მწვანე დროშა მიიღო. 92 წლის 24 ივლისს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა რეგლამენტის დარღვევით და კვორუმის არარსებობის პირობებში 78 წლის კონსტიტუციის მოქმედების შეჩერების დადგენილება მიიღო, რაც სამართლებრივად საქართველოს საკონსტიტუციო სივრცედან აფხაზეთის გასვლას გულისხმობდა. ამავდროულად აღდგენილად ჩაითვალა 1925 წლის აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუცია. როცა რეალურად ამ ტიპის გადაწყვეტილებები უნდა მიღებულიყო საკონსტიტუციო 2/3 უმრავლესობით. ამგვარი უმრავლესობით უნდა მიღებულიყო რეფერენდუმზე ამ ტიპის საკითხების გამოტანის გადაწყვეტილება. ამ ყველაფრის ფონზე 1992 წლის 14 აგვისტოს დილით 7 საათზე საქართველოს თავდაცვის ძალები აფხაზეთში შევიდნენ. 14 აგვისტოს საქართველოს შეიარაღებული ძალები შევიდნენ აფხაზეთში. შევიდნენ მხოლოდ იმისთვის, რომ ბოლო მოუღონ დასავლეთ საქართველოს რაიონებში შეიარაღებული ბანდების თარეშს, რომლებმაც გასულ ღამესაც განახორციელეს მორიგი დივერსია, ააფეთქეს რკინიგზის ხიდი. სამწუხაროდ ამ ოპერაციის მსვლელობის დროს მოხდა შეტაკება ეროვნული არმიის ქვედანაყოფსა და აფხაზეთის გვარდიას შორის. არის მსხვერპლი, არიან დაჭრილები. 1992 წლის 15 აგვისტოს საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების ამ განცხადებით გავიგეთ, რომ აფხაზეთში ომი დაიწყო. 14 აგვისტოს აფხაზეთის ტერიტორიაზე შევიდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების კოლონა თავდაცვის მინისტრ თენგიზ კიტოვანის ხელმძღვანელობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარის ქვედანაყოფები და რკინიგზის დეპარტამენტის გასამხედროებული დაცვის რაზმები. 14 აგვისტოსვე აფხაზეთის ეგრეთ წოდებულმა გვარდიამ ცეცხლი გაუხსნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ჯავშან კოლონას, რასაც პირველი მსხვერპლი მოჰყვა. ეს ოჩამჩირის რაიონ სოფელ ოხრეისთან მოხდა. ბრძოლები ასევე გაიმართა გულრიფშის რაიონ სოფელ აგუძერასთან,
ბაბუშერის აეროპორტთან და სოხუმში წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაშინდელი თავმჯდომარე ვლადისლავ არძიმბა და მისი გარემოცვა თავიდანვე არ მალავდნენ, რომ ავტონომიური რესპუბლიკა ქმნიდა ცენტრალური ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ სამხედრო დანაყოფებს. ეს დანაყოფები რუსეთისა და კავკასიელი ხალხის დახმარებით საკადრის პასუხს გასცემდნენ თბილისს. ამის შესახებ არძიმბა 1992 წლის აგვისტოს დასაწყისში საუბრობს და ამბობს: ჩვენ კარგახანია მზად ვართ. ნახევარ საათში შეგვიძლია იარაღის ქვეშ დავაყენოთ მთელი მოსახლეობა. ჩვენი არსენალები სავსეა რუსული იარაღით და ნებისმიერ მომენტში შეგვიძლია მივიღოთ ორჯერ, სამჯერ მეტი. ჩვენ დავუკავშირდით კაზაკობას. მალე აქ დაიწყება ომი და მარტო კავკასია კი არა, მთელი რუსეთი ამოქმედდება. 15 აგვისტოს დაბა განთიადში საქართველოს თავდაცვის ძალების საზღვაო დესანტი გადასხდა. მათ კონტროლი დაამყარეს განთიად ლესელიძის ზონაზე და მდინარე ფსოუსთან სახელმწიფო საზღვარზე. აფხაზურ ფორმირებებთან 4 დღიანი ბრძოლის შედეგად საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ კონტროლი დაამყარა გაგრაზე. დაიკავა გაგრის უდიდესი ნაწილი, მათ შორის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გაგრის ქედი. 18 აგვისტოს ქართული ჯარი შევიდა სოხუმში. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება 14 აგვისტოდანვე ცდილობდა ამ ომის მოლაპარაკებების გზით შეჩერებას. საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა 14 აგვისტოსვე ჩაფრინდა სოხუმში ვლადისლავ არძიმბასთან შესახვედრად. 2007 წელს რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში სიგუა იხსენებს: დავჯექით და შევადგინეთ ოქმი, რომ ეს კონფლიქტი ახლავე შეწყდება. თბილისის მხრიდან ხელი მე უნდა მომეწერა, სოხუმის მხრიდან არძიმბას. მთელი ღამე ეძებდნენ არძიმბას. ვიმეორებ, ხელი უნდა მოგვეწერა ოქმისთვის, რომ ეს კონფლიქტი ამოწურულია, რომ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. საქართველოს ჯარი გააგრძელებს სვლას ფსოუმდე და დაიწყებს რკინიგზის გაკონტროლებას. მოგვიანებით გაირკვა, რომ არძიმბამ თავი შეაფარა სოხუმში განლაგებულ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ სამხედრო ნაწილს. მალევე მისი ცნობილი სატელევიზიო მიმართვაც გავრცელდა, რომელშიც ეთნიკურად აფხაზ მოსახლეობას ქართველი აგრესორებისა და ოკუპანტების წინააღმდეგ სამამულო ომში ჩართვისკენ მოუწოდებდა. რუსეთის ფედერაცია თავიდანვე ზრუნავდა ორივე მხარისთვის იარაღის მიწოდებაზე. საქართველოს შეიარაღების ნაწილი საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად ერგო. სეპარატისტები კი შეიარაღებას, როგორც ჩანს, წინასწარ ფარული შეთანხმებების ან ინსცენირებული თავდასხმების შედეგად მოიპოვებდა. ეს ხდებოდა 14 აგვისტომდეც და 14 აგვისტოს შემდეგაც. 1992 წლის 18 ივნისს სოხუმის შუქურას უბანში დისლოცირებული რუსეთის სამხედრო საინჟინრო ნაწილიდან ეგრეთ წოდებული აფხაზური გვარდიის შეიარაღებისთვის გაიცა დიდი რაოდენობით ავტომატური იარაღი, ტყვიამფრქვევები და საბრძოლო ტექნიკა. 15 აგვისტოს 2000-მდე ავტომატი გაიტაცეს გუდაუთის ავიაგამანადგურებელი პოლკის საწყობებიდან. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის წარმომადგენელმა გენერალმა ნიკოლაევმა განაცხადა, რომ პოლკს მოულოდნელად თავს დაესხნენ. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა პავლე გრაჩოვმა აფხაზეთის პარლამენტის თავმჯდომარეს გაუგზავნა ულტიმატუმი, რომელშიც მოითხოვა, რომ დაებრუნებინათ იარაღი და შეეწყვიტათ მოროდიორობა. იარაღის დაბრუნების ნაცვლად სეპარატისტებმა კიდევ უფრო მეტი იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა მიიღეს. რა თქმა უნდა, რუსეთის დახმარება ამით არ შემოფარგლულა. რუსეთის სხვადასხვა რეგიონებიდან მოხალისეების ორგანიზებული ჩაყვანის გარდა აფხაზეთში მნიშვნელოვნად იყო წარმოდგენილი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებიც, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ცოცხალი ძალით, ტექნიკით, ოპერატიულ სადაზვერვო მონაცემებით და ლოჯისტიკური მხარდაჭერითაც უმართავდა ხელს სეპარატისტებს. ახლა რაც შეეხება რუსული ძალის წარმომადგენლობას აფხაზეთის ტერიტორიაზე. 1992 წლის ზაფხულში ომის დასაწყისისთვის აფხაზეთში დისლოცირებული იყო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 2 მექანიზებული პოლკი. სამხედრო საჰაერო ძალების 529 საავიაციო პოლკის ესკადრილია. სოხუმის შუქურას რაიონსა და ოჩამჩირეში განლაგებული სანაპირო დაცვის ბატალიონები. სამხედრო ნაწილები ნომრებით 54-82 და 36-97. ეგრეთ წოდებული 919 განყოფილება. ეშერის 24 სამხედრო სეისმური ლაბორატორია. სპეციალიზებული ფუნქციის 643 საზენიტო სარაკეტო პოლკი. ასევე კავშირგაბმულობისა და ლოჯისტიკური მომსახურების ქვედანაყოფები და უზრუნველყოფის ჯგუფები. საბოლოო ჯამში ომის ბედი რუსულმა სამხედრო, პოლიტიკურმა და დიპლომატიურმა ძალისხმევამ გადაწყვიტა. ყველა მცდელობა ომის ზავითა და სამშვიდობო ხელშეკრულებით შეჩერებულიყო, წარუმატებლად დასრულდა.
1992 წლის 3 სექტემბერს რუსეთის შუამავლობით მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაფორმდა. ამან თბილისში კონფლიქტის ამოწურვის ილუზია შექმნა. თუმცა სულ რაღაც ერთ თვეში სეპარატისტებმა გაგრაზე მიიტანეს იერიში და ამით დაარღვიეს შეთანხმება. ამ მომენტიდან განახლდა ომი, რომელიც 1993 წლის 20 მაისამდე აღარ გაჩერებულა. ანუ მანამ, სანამ ედუარდ შევარდნაძისა და ბორის ელცინის შეხვედრის შედეგად ცეცხლის შეწყვეტის მორიგი შეთანხმება არ გაფორმდა. თუმცა მანამდე ქართველმა სამხედროებმა სოხუმისთვის ბრძოლებში ჩამოაგდეს რუსული მოიერიშე Su-27. ეს ომში რუსეთის მონაწილეობის ყველაზე თვალსაჩინო მტკიცებულება იყო. ბოლო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამ სულ რაღაც ერთი თვე 24 ივნისამდე იმუშავა. განახლებული იერიშების შედეგად სეპარატისტებმა დაიკავეს სოხუმის მიმდებარე სიმაღლეები, რამაც მათ სტრატეგიული უპირატესობა მიანიჭა. 93 წლის 27 ივლისს კიდევ ერთი, ამჯერად სოჭის შეთანხმება დაიდო, რომლის მე-6 პუნქტიც აფხაზეთიდან ქართული საჯარისო შენაერთების გასვლას გულისხმობდა. ქართულმა მხარემ მართლაც დაიწყო სოხუმიდან მძიმე არტილერიისა და სამხედრო ტექნიკის გაყვანა. თუმცა 17 სექტემბერს მოწინააღმდეგემ ეს შეთანხმებაც დაარღვია და განაახლა სოხუმზე იერიში. ამ იერიშს ფაქტობრივად კაპიტულაციაში და განიარაღებულები დავხვდით. მძიმე შეიარაღებისა და სრულ იზოლაციაში დარჩენილი სოხუმი 1993 წლის 27 სექტემბერს დაეცა. ამ ომის შედეგად საქართველოს არ დაუკარგავს მხოლოდ ტერიტორია, კურორტი, სხვა, ლამაზი ბუნება. საქართველოს 300,000-მა მოქალაქემ დაკარგა სახლი, აღმოჩნდა უკიდურეს გაჭირვებაში, არაერთი ტრაგედიის, უბედურებისა და ტანჯვის წინაშე მარტო. ამ ომის შედეგად 300,000-მა დევნილმა სახლთან ერთად დაკარგა მისთვის ძვირფასი ადამიანების საფლავები. ბევრი დევნილი დღემდე ეძებს აფხაზეთის ომში დაკარგულ ადამიანებს. ამ ომმა საქართველოს 300,000 მოქალაქეს 30 წელზე მეთხნიანი დევნილობა მოუტანა. მოუტანა მეორე ხარისხოვანი მოქალაქეობის განცდა, მიტოვებულობისა და მარტო ყოფნის განცდა. ამ ომის ტრავმა გენეტიკურია და თაობებს გადაეცემა. სწორედ ამ ყველაფრის ფონზე განსაკუთრებით ტრაგიკული და გასაბრაზებელია, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ომის ტრავმებს საკუთარი მოსახლეობის შანტაჟის და დაშინებისთვის იყენებს. დაჰო, თუ ვინმე ამის მოსმენა სჭირდება, აფხაზეთის ომიც, ისევე როგორც ყველა სხვა ომი საქართველოსთან დაიწყო რუსეთმა.